ნიკო ლორთქიფანიძე. თავსაფრიანი დედაკაცი. ვწერ შემთხვევით შეხვედრილის ამბავს. თუ ოდესმე დანჟღრეული ომნიბუსით გიმოგზაურნიათ სამტრედიიდან მახლობელ სოფლებისაკენ, თქვენ უეჭველია დაინახავდით მესრის იქეთ ეზოში მოფუსფუსე, შავად ჩაცმულ ქალს, რომელსაც თან დასდევდა ჭადის ნატეხით ხელში პაწია ბავშვი. ახლა იქ რომ ჩავიარე, დედაკაცის უნახაობა დამაკლდა. გამოვიკითხე და აი ძიებამ ძველ მოგონებებთან ერთად რა აღმოაჩინა. ნუ დამიწუნებთ. არ შემიძლია გრძნობა გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე. ისინი აშლიან სულის შემხუთავ სურათებს. შემდეგ ოდესმე მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე. მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე. თავი პირველი. ყველაფერი ჩატარდა ძველებურად, სულ ძველებურად, ისე, როგორც ჩვენში წინათ ხდებოდა ყველგან, სადაც კი ჯვარს იწერდნენ. 40 წლის წინათ ხდებოდა ხშირად, 20 წლის წინათ ზოგჯერ, 10 წლის წინათ იშვიათად და ახლა კი შეუძლებელია. გაძვრა გამოძვრა მაჭანკალი, ნამალევად შორიდან დაანახვა ქალი, მოაწყო ქალის ნახვა და მიაცემინა შარნა და მერე ძმადეებმა სამჯერ შეუცვალეს ბეჭედი. თავს დაახურეს ოქროსკავებიანი გვირგვინი, გავარდა დამბაჩა და მაჭახელა, აჭიჭყინდა ზურნა. მეფე დედოფალ სუფრაზე ცხვირის წინ ულაგებდნენ თავზე გადასაგდებს, პატარა სარკეს, მოოქრულ სათითურს, ძეწკს, თითბრის ტაშტს, დანაჩანგალს, ვერცხლის მანეთიანებს და ათშაურიანებს, ქვიჯასაც და განგებმოწვეული სოფლის მწერალი სისწორით ადგენდა სიას. სვეს, იცეკვეს, არა მარტო გოგობიჭებმა, მოხუცებულებმაც, დაიშალნენ სტუმრები. აბღავდნენ დანაკლავ ადგილზე ძროხა და ხარი. ეზოზე ჩოჩიალაურებმა გადაიტანა ნაჭა, საბანი, ლები, ხორაგი. გადავიდნენ 60 მანეთად დატვირთული სიძე, მაყრები, რომ ახალ ადგილს ეცეკვათ, ესვათ. არა მარტო გოგობიჭებს, არამედ მოხუცებულებსაც დასახლდნენ, დაფუძდნენ. თავი მეორე. კაი ნოგროს გამოდგნენ. 3 წელი, სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი, სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი, ჩქარობდნენ თითქოს, სადედოფლო, მაქვა და თითისტარი, კეცი და ჩოგანი, ლარი და საჩეჩელი, პრასი და ოხრახუში, მეწველი ძროხა, კრავიანი ცხვარი, გოჭებიანი ღორი, თხას არ გაუშვებს. ნამყენხეხილით სავსე კარმიდამოს გადაღრღნიან, ბატების ისინებენ და ამაოდ ეძებენ ტბას. ქათმები ჩიტებივით დაფრენენ ტოტიდან ტოტზე. ციცარი გასართობად, სავსე ოჯახი. სამეფო ხანდანიანი ვენახი საკუთარ ეზოში, სინინდის მაღალი კალო, სამესამედოთ ნაბატონართან, გაპრიალებული ნაჯახი სახელმწიფო ტყეში, წელმაგარი კომლი. თავი მესამე. შენა ღმერთმა ნადი, ბევრი ილაზღანდარეს, ზღაპრები თქვეს, იმღერეს, იცეკვეს, სვეს, დილას დაიშალენ. ერთი ცხვარი მოუნდათ და ერთი ჩაფი ღვინო. ქალები იყო უმეტესი, მაგრამ ამოათავეს მთელი მოსავალი, წლის სარჩო სიმინდი გადაარჩინეს. ცალკე მთადს დგას ოქროსფერი ტაროები, პატარა ხროვატყრია დამპალი და ჭყინტი, ფუჩეჩი მოდებულია მთელ ეზოში. ცოლი გოდრის ასაწევად არ მიიხმარა, მოერიდა ახალ ნალოგინებს და თვით ეცა უძინარი. კარგი სიმინდი ნალიაში, უვარგისი ცხვენზე, ფუჩეჩი საბძელში, მიეგდო ხის ძირში გასაოთებული, ოფლით გაღვითქული. ადგა მტკნარებით ისევ სამუშაოდ, მაგრამ ხან ოფლი, სიცხე, ბოდვა, ხან სცივა კანკალებს სამი საბანი, სიყვითლე. რავა ვიფიქრებდი მე თვალდასავსები, უჟმური აყვა, ექიმი და მარჩიელი, წამალი და შელოცვა, ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა,
თან მიიტანა მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი. საშველი არ დაადგა. თმა გაშვებული ქალები, ზარი, ფლავი, განუტევე უფალო სული მონისა შენისა. სენმა და სიკვდილმა გაანიავა ოჯახი. თავი მეოთხე. ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიანად წუღებამდის, წინდაც კი შავი, თუ გამოჩნდა მეტისმეტად ლილიან წყალში გავლებული საცვალი, თეთრი შუბლი, შავი მაყვალივით თვალები, მზეზე გაშავებული ლოყები, მოქნილი ცხვირი სისხლისფერი ტუჩები, თეთრი გრძელთითებიანი ხელები. ეტყობა ბევრს ვეღარ საქმიანობს, იმატა ობლების მტერმა, იკლო მოყვარემ და იგი დადის პოლიციაში სასამართლოში მეზობლებთან, მამას სახლისთან, თავმდაბალი, საჩივრით, მუდარით, ისე რომ ვერ აჩერებს კედელი, მარკა, სიშორე, გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, გასცურავს, მიიფრენს, თავისას კი მიაღწევს, ბავშვებს სამართალს მოუნახავს, დახმარებას გამოითხოვს, მაგრამ ოჯახს არ უმტყუნებს, კერიას არ გააცივებს. ბევრი ერშიყებოდა, შორიდან მაჭანკლებიც მოუგზავნეს, როგორ უმტყუნო ობლებს. იყო შემთხვევა? არა, პოეტმა გვიამბო. მასპინძელმა რიჟრაჟზე გაგვაღვიძა. გადვიხედე ფანჯარაში, ნადირობისთვის თენდებოდა. ცვარი ნაწვიმარივით ეყარა, ფოთოლი არ იძროდა. სანაქებო მეძებრები მოუთმენლად წკმუტუნებდნენ. დარჩეული მწევრები იზმორებოდნენ. გავსწიეთ, სეირი მალე ვნახეთ. იყო გაბმული ყეფაც, მწევრების მოტოვებაც, შემდეგ მეძებრები მაჩვს წააწყდნენ და სოროს ვეღარ გააშორეს. შინ ვბრუნდებოდი, ვიღაცის ღობეს მივადექი. შევჩერდი დასასვენებლად. ცვარი კიდევ ეყარა, მზესა მოეწვერა, სხივს ნაზად აპკურებდა ქოხს, თხეების წვერებს. ჩიტები 1000 ფრად ჟღურტულობდნენ. შავად მოსილმა ქალმა უკან კარებში გამოიტანა ნაბადი. ეზოს მივარნილ კუთხეში, ჩემს მახლობლად ბოსტანში გაშალა და ფეხში შველა. თმა გაშვებულმა დაიწყო ტირილი, მოთქმა. წრფელად გულამომჯდარი ისეთ ნას სიტყვებს, ისეთის შვენიერი ხმით ამბობდა, რომ მესრის გადმოღმა მე ავტირდი. ტირილი ზლუქუნად გადამექცა. უეცრად მე შემრცხვა. ქალი კი საჩქაროდ ადგა და თავის ნაბდიანად სახლში მიიმალა. ბავშვები დაიზარდა. ასწავლა 1000 ჯერ მეტი, ვიდრე შეეძლო. ერთი ვაჟი მოანგარიშია კოოპერატივში, მეორე სასამართლოს მოხელეა. დააცოლშვილა ორივე. ჩამოისიძა სოფლის მასწავლებელი. წელში გახრილი, ყავარჯენით ხელში გადადიოდა ერთისგან მეორესთან. არსად იყო ზედმეტ სტუმრად. ბავშვების მოვლა, ჭუკის წამალი, თრთოლვარე ხელებით, ამღრეული თვალებით მოქსოვა წინდები, მიუტანა ბავშვს, ფეხი არ ჩაეტია. გაიხადე ბები, ამას შენ ძამნიას წაუღებ, შენ კი სხვას მოგიქსოვ. ბავშვის ტირილი, დედამ სთხოვა, მიეცი, სულ ერთია, ოღონდ გაჩუმდეს. რათო შვილო, ამას კოწიას წაუღებ, ბავშვს ნუ გაანებივრებ. ბავშვი უფრო ტირის, რა დედა, შეგენანა განა ერთი წინდა. გინდა მეორე შვილიც მოიმადლიერო? ნუ თუ ამის საღირალ პატივს არ გცემთ. წინდები ხელთ გავარდა, სიტყვა არა მოუღია, შეისწორა თავსაფარი. ქალიშვილმა შეამჩნია ქცევა და კიდევ დაუმატა. ტყუილს ვამბობ თუ? ქალი ადგა, კალთები დაიბერტყა. ბავშვი არ ცხრებოდა, კაპასიშვილი. ნუტირი, ნუტირი, უკეთეს გიყიდი, რომ ბებიამ არ დაგამადლოს. ქალი წავიდა უმიზნოდ. შემოუარა სახლს, რომელსაც შეალია თვალის ჩინი, სიცოცხლის ჟინი, ჩაჯდა ბოსტანში. არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები, შეგენანა, მოიმადლიერო, საღირალი პატივი. გადავიდა მეზობლებში. რა დაგემართა ბეჩა, სახეს არ გიგავს. არაფერი ჩემო ფოტინე, დამსიცხა უსათუოდ, დაბრუნდა შინ. ჭუკებს ჯამით დაუდგა, ცომნარევი ჭინჭარი, მიწვა. გრძნობს თავის სიმძიმეს, ტანის სიმჩატეს, არავითარი აზრი, არავითარი ფიქრი, მხოლოდ სიტყვები, შეგენანა, მოიმადლიერო, საღირალი პატივი. დამოულოდნელად მოკვეთილი, დასაბუთებული გადაწყვეტილება.
აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის, ვარ სრულიად ზედმეტი. დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა. ერთად ზანდუქში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული. თითქმის საცვლების ამარა ჩუმად გამოვიდა ნაჭირნახულევ ქოხიდან. თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს. დიდხანს არ შეჩერებულა. ერთი კი მიუჯდა, ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრად უთხრა: "ჰო, მოვალ, ჩემო ფილიპე." თავი მეხუთე. შვილებმა კარგახანს ვერ გაიგეს დედის გადაკარგვა. ერთს მეორესთან ეგონა. გაიგეს, შეძრწუნდნენ შერცხვად. მოგვეჭრა თავი სოფელ ქვეყანაში, რა სიტყვიან მოხუც დედას ვერ მოუარესო. უნდოდათ საძებრად წასვლა, ეძვირად. უნდოდათ გაზეთებში გამოცხადება, უარესად მოგვეჭრება თავიო. ასე იცდიდნენ. დედას გულმა უგრძნო. შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ და ჩამოთხოვილი ფულით დაზღვეული მისი ნაკარნახევი სხვისი დაწერილი ბარათი გაგზავნა. საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ. სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ. შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუსწუხართ, მშვიდობით სამუდამოდ. ეს იყო თავსაფრიანი ქალის ერთი იშვიათი სიცრუეთაგანი. ბარათი შესაფერისად გრძელი იყო. შვილები დაწყნარდნენ, გაუხარდათ, სხვებსაც აჩვენებდნენ თავის გასამართლებლად. კეთილსინდისიერად გაიყვეს მცირე მემკვიდრეობა, რამდენიმე ვერცხლის ფული, აბრეშუმის თავსაფარი, ძვლისტარიანი ხანჯალი და სხვა. თავი მეექვსე. მოკრძალებით მდგომ მათხოვარს ავარამ უთხრა: "დედი, რას გვაწვალებ თავს, რადი წამებ? რა ვქნა შვილო, მე კი მინდა სიცოცხლე." "მტკვარი და მისი ჯანი." უიმე ჩემის ხელით სული როგორ წავიწყმიდო და სწრაფად გაშორდა, როგორც კეთროვანს. თავი მეშვიდე. გაზეთის ქრონიკაში ეწერა: ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები. გულზე ჰკიდია თითფრის ჯვარი. მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრად წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ, ვერ დავადასტურებთ, ფილიპე. უცნობის გვამი გადაგზავნილია. შვილებს ქრონიკიერის შენიშვნა გონი არ წაუკითხავთ და არც არავის უამბნიათ მათთვის. ყველაზე უფრო განათლებული და თან ყველაზე უფრო ტუტუცი შვილი ზოგჯერ ბრძნულად შენიშნავს. მოხუცებისაგან ზოგიერთს გამოელევა მოსაზრების უნარი და მოქმედებს შეუგნებლად, მაგალითად გაყვება გზას და მიდის. ამას ჩვენში მხარის შეცვლას უძახიან, მეცნიერებმა კი მანიაკალური მდგომარეობა უწოდეს. დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან. 1925 წელი.